გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ გადავწყვიტე პატარა ვიდეო ლაივი ჩავწერო. ვიცოდი მე ამას რომ ასეთი ამბები მოყვებოდა, მაგრამ განსაკუთრებული ისტერიკა მოყვა ჩემი და ნიკოლოზ მჟავანაძის ვიდეო ეთერს, რომელიც რუსეთთან დიალოგის პერსპექტივას ეძღვნებოდა და ვიცი, ნორმალური ხალხისთვის ნორმალურად და რაციონალურადაა ყველაფერი ახსნელი და გაგებული და რა ვიცი, გასაბრაზებელი და სალანძღავსაგინებელი იქ რა არის, მე ვერ ხვდები სიმართლე გითხრა, მაგრამ არანორმალურებისთვის ჩემთვის ძალიან მარტივად არის გასაგები თუ რა უნდათ, როგორ უნდათ და რატო არის ეს ისტერიკა ატეხილი. ახლა მე მინდა მოგმართოთ თქვენ ისევ ამ უკნიდან განათლებულებს, მე დიდი ხანია თქვენს ლაპარაკზე ნერვებს არ ვიშლი, შემაგინებთ 10 იმდენ შეგაგინებთ, გამლანძღავთ 10 იმდენს გაგლანძღავთ. თქვენ ხართ აბსოლუტურად ერთ მეგობარმა დამიწერა, იცით, ესეთი რაღაც დამიწერა კომენტარებში, რომ მხოლოდ და მხოლოდ საკონცენტრაციო ბანაკებისთვის გადასამუშავებელი ბიომასა 100%-ით ვეთანხმები, თქვენ ხართ ეს ფსევდო პატრიოტული გრძნობებით ვითომ შეპყრობილი ჯოგი, ბიონაგავი, ნახირი, მხოლოდ და მხოლოდ თქვენგან შეიძლება საპონი გამოდგეს ქონიდან და ტყავიდან რაღაცა ქამარი გაკეთდეს. სხვა რამეში თქვენი საერთოდ არათუ აზროვნება, არათუ ლაპარაკი, არათუ რამე ქვეყნის სამსახურში რამე თქვენი გამოყენება, ან რაიმე სასიკეთო თქვენგან ქცევა გამორიცხულია, ეგ სხვათა შორის აი ამ ახალგაზრდებსაც ზოგიერთსაც რომლებსაც გონია შეიძლება რომ ჯერჯერობით ახალგაზრდა და მომავალი წინა გასაკიდან გამომდინარე და შეიძლება მაკარენკოს მეთოდით მიუდგე და შრომით აიძულო ამ ხალხს გამოსწორება, მე ვფიქრობ რომ ესეც დაგვიანებული არის. ამათგან აღარ გამოვა, იმიტომ რომ ტვინის გამორეცხვის და გამოსირების ტექნოლოგიები მსოფლიოში ისე განვითარდა და ისე წავიდა წინ, რომ არ მგონია მაკარენკოს ამ მეთოდმაც გაამართლოს, რომ ესე გზააცდენილი ტვინარეული ხალხიდან თქვათ შრომაგასწორების ბანაკებში მაინც მოუყარო თავი და რაღაცა აკეთებიო და მათგან ადამიანი შედგეს. გამორიცხულია, მათგან უკვე ადამიანი არ გამოვა, ამიტომ მე მიმაჩნია რომ თქვენთან ერთადერთი სალაპარაკო და ერთადერთი მოქმედების მეთოდი არის, აი როგორ გითხრათ, სიტყვიაში დამთავრდა უკვე ამათთან მეტნაირად არაფერი არ გამოვა, თვითონ ახლა მის თავს და თქვენ თავს და თქვენ ტყავს რაც გინდათ ისუქენით, ეგ ჩემი საქმე არაა. თქვენი ტრაკი თქვენი არჩევანი არის, თქვენი პირი თქვენი არჩევანი არის, გირჩივით, რაც გინდათ ჩაიხადეთ და გინდათ მინეტი აკეთეთ და ამაში აიღეთ ფულები განურჩევლად სქესისა, ეს მე არ მადარდებს, ეს ჩემი პრობლემა არ არის. თქვენი ზნეობის და მორალის პრობლემა არის, მაგრამ საქმე იმაში არის უბრალოდ რომ მარტო ამით რო ყავდებოდეთ, ანუ თქვენი პირადი ცხოვრებით და თქვენი ცხოვრების იმით რა ქვია ცხოვრების წესით ადამიანი არაფერს არ იტყოდა, მაგრამ თქვენ ხართ უკვე გადაქცეული მავნებელ ბიოლოგიურ მასად, რომელ მავნებელ ბიოლოგიურ მასასაც მხოლოდ და მხოლოდ ზარალის და ზიანის მეტის მოტანა არაფერი არ შეუძლია ამ ქვეყნისთვის რა. ამიტომ თუ კი ნორმალურ საზოგადოებას უნდა რომ გადარჩეს და ქვეყანა გადაარჩინოს, სანამ აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე და ერის მომავალზე ვილაპარაკებთ და რაღაცაზე, პირველ რიგში აი ესეთი ბიოლოგიური ნაგვიდან უნდა იქნას დაცული ნორმალური საზოგადოება და არაფერი უბრალოდ სხვა მეთოდიკა აქ არ გამოვა, მე ვამბობ პირდაპირ მეთოდს. ამ ხალხს უნდა მოიქცე როგორც ექცეოდა დავით აღმაშენებელი, ადუღებული კალა პირში, უზარმაზარი სარი, ძელზე გასმა, გზაჯვარედინებზე დადგმა, როგორც ექცეოდა სოლომონ პირველი, თვალების დათხრა და გაშვება, ან კლდეზე გააკვრა და მსგავსი უამრავი მეთოდები იყო ძველ საქართველოში მოღალატეების დასჯის. ამიტომ ჯერჯერობით ახლა აღმაშენებელი და სოლომონ პირველი და ესეთი მეფეები კი არა, თუ ვინმეს მაგონებენ ქოცები, ესენი არიან როსტომ ხანსაც ვერ შევადრი, აი როსტომ ხანსაც ვერ შევადრი ამ ხალხს, მაგრამ დაახლოებით მათი ჯიშის ისინი არიან მართველები, აი
გზის და მაგ სტანდარტით მოსიარული ადამიანები არიან, იდეალური მეფე საქართველოს ისტორიიდან, ვინც შეიძლება გამახსენდეს, კი, ტომით ქართველი, მაგრამ ცნობიერება შეცვლილი და ერთი პლუსი ქონდა ეხა როსტომხანის პერიოდში ომები და უბედურება აღარ იყო და ხალხს არსებობის საშუალება მიეცა და მაგრამ იმ დროს ეკონომიკა მაინც წამოეწია და ამათ ხელში ეკონომიკაც არ იწევს და ქართველი კაცი ისევ ქვეყნიდან გარბის, მაგრამ საერთო ჯამში მმართველობის სტილით აი როსტომხანს უფრო მაგონებს ეს ბიძინა მადიდებლები და მათი თვითონ ბელადი ეს ბიძინა ღვთისკაცი და ასე შემდეგ და მათი მმართველობის სტილი, ანუ ცოტა ზედმეტია ლაპარაკი, ამიტომ უბრალოდ როდესაც ხედავ მე სხვა გამოსავალს, თუ კი სახელმწიფოებრივად ვფიქრობ, მე ვერ ვხედავ. ვერ ვხედავ იქიდან გამომდინარე, რომ ამდენი ქვეწარმავალი, თან ამ ქვეწარმავალს საერთოდ არაფერი არ აინტერესებს, ამათ შრომა არ უნდათ, ამათ სწავლა არ უნდათ, ამათ არანაირი განვითარება არ უნდათ, ამათ უნდათ ერთადერთი რაღაცა. ძალაუფლება, ხელისუფლება, სკამი, პარლამენტი, თანამდებობა, ოღონდ, აი ეს უნდათ. მეტი არაფერი არ უნდათ, ამისთვის ყრიანი 24 საათი მიტინგები იქნება, ამისთვის ყრიანი, რა ქვია, ტელევიზიები იქნება, თუ არ აქვს მნიშვნელობა, სხვა მათი მიზანი ცხოვრებისეული არაფერი არა. მორჩა. და გეუბნებიან, რომ ესეთი ტრაკიდან განათლებული ხალხი საქართველოს გააბრწყინებენ სხვათა შორის მე იქ მქონდა შავით თეთრზე დაწერილი ძალიან მარტივად. მარტივად მქონდა განმარტებული, რომ აი ესეთი ბიონაგავები, ახლა რომელი ბიონაგავის დგას ქუჩაში და იძახის აი ესეთი პლაკატი უკავია ხელში, ეს ახალგაზრდა ავადმყოფი არის, რომელიც ამბობს, რომ რუსეთზე ამაზრდზენიო, რუსეთ მორწმუნეო ქართველი არისო, მე არ ვიცი ახლა თურქეთ მორწმუნე ქართველს და მის რა ქვია უკნიდან განათლებულების მორწმუნე ქართველს აბა რა უნდა დაარქვა, ვერ ხვდები, ეს კიდე ცალკე თემა, ამას აღარაფერი აღარ ეშველება შეხედავ, ახალგაზრდა კაცია და წესდარიგით უნდა აზროვნებდეს, მაგრამ ავადმყოფია, სრულიად ჩამოყალიბებული ავადმყოფი არის, ისეთივე ავადმყოფი, მაგალითად როგორი ავადმყოფიც არის, აი ეს უკვე ასაკში შესული ადამიანი, რომელსაც ხელში აქვს დაჭერილი პლაკატი და ამბობს, რომ ჩვენ რუსეთის დაბრუნებული აფხაზეთი არ გვჭირდება. რომ რუსეთი ხელახლა წაგვართვევს უკან თურმე აფხაზეთს და ამიტომ რუსეთს ჩვენ არაფერში საჭირო არ არის დავიბრუნოთ აფხაზეთი. ხო, ამათ არც აფხაზეთი აინტერესებთ, ამათ არც სამაჩაბლო აინტერესებთ, არც დანარჩენი საქართველო არ აინტერესებთ. თავარია საკუთარი ტრაკები დადონ სკამზე, თანამდებობაზე, კაისვან და კაისჭამონ, თავისი უჯიშო დამპალი აყროლებული შთამომავლობა, რა ვიცი, გამრავლების უნარიც თუ აქვს დარჩენილი, იმიტომ რომ მიკვირს ასეთ ხალხს გამრავლების უნარი კონდეს დარჩენილი, ეს გზაც უღმართულად აქვს არჩეული უკნიდან, თან ერთსქესიანებთან, უკნიდან უნდა იარონ ესეთი ვერც გამრავლდებიან ხალხს, რომელსაც საკუთარი მომავლის შექმნა არ შეუძლია, ისინი ქვეყნის მომავალს როგორ შექმნიან და ამიტომ ამბობ, რომ ბიონაგავს არაფერი არ ეშველება. მე კიდე და ნორმალური ადამიანები ამბობენ იმას და გასაგები არის ეს ყველაფერი, რომ აღნიშნული სიტუაცია ამ მომენტისთვის, რაც არის საქართველოს ტერიტორიაზე, რა მდგომარეობაც არის და არის ესეთი მდგომარეობა, რომ რუსეთს აქვს სამხედრო ძალით ორი რეგიონი ოკუპირებული, ყავს თავიანთი მარიონეტული რეჟიმები და იმ მარიონეტულ რეჟიმებში მცხოვრები მოსახლეობა რუსეთის კმაყოფილია, მოქალაქეობა გააჩნიათ, დაცვა გააჩნიათ, რა ვიცი, პენსიები, ხელფასები, სოციალური უზრუნველყოფა რუსეთიდან აქვს და აფხაზეთში და სამაჩაბლოში ხალხი კმაყოფილი ყავს, იქ არანაირი პრობლემა არ აქვს. დანარჩენს ტერიტორიაზე მოსახლეობა ბიძინის და ამათი მრევლი, სეთურის მრევლი ასევე კმაყოფილი არის, იმიტომ რომ ომი არაა, ეკონომიკური ურთიერთობები არის და წასვლა შეიძლება, წამოსვლა შეიძლება და მეტი პრობლემა ამათთვის ნამდვილად არაფერი არა, ამიტომ რუსეთს მოგვარებული აქვს თავისი ინტერესები კავკასიაში, როგორც უსაფრთხოების კუთხით, ასევე
თვითონ მისთვის როგორც ქვეყნის მიმართ აგრესიას არ იწვევს მისი მოქმედება, არც მტრული ძალა არ ჭაჭანდება, აქ არანაირი ამერიკული ბაზა, არანაირი თურქული ბაზა, არანაირი ნატოს ბაზა არ არსებობს, ამიტომ ეს არსებული სტატუს კო ძალიან აწყობს რუსეთს და ძალიან კარგად იცის რუსეთმა, რომ მასთან ამ თემაზე დიალოგი საერთოდ ზედმეტი არის, რატო უნდა შეიქმნას დისკომფორტი ახლა ქართველების და აფხაზების შერიგებით და თავი რატო უნდა აიტკიოს, როდესაც იდეალურად აქვს მისთვის მოწყობილი საქმე. ამიტომ ვისაც არ უნდა რუსეთთან დიალოგი აი ამ საკითხებთან დაკავშირებით, ის პირდაპირ არის რუსეთის საუკეთესო, ესა რა ქვია, აგენტი. რატო არის ახლა თუნდაც იმ მეორე მხრიდან რუსოფობები რო არიან, ეს რუსოფობები რატო არიან ახლა რუსეთის აგენტურა ძალიან მარტივად აგიხსნით მაგასაც აბსოლუტურად ყველა რუსოფობი განსხვავებით თავებზე მაქვს ზემოთ მაქვს ლაპარაკი ეს ბიონაგავი ხალხი პირდაპირ ფინანსდებიან რუსეთიდან ისევე როგორც ელენე ხოშტარია და მამამისი და ეს მთელი უჯიშვეს დამპალი აყროლებული ხალხი გინდათ კაცარავაც პირდაპირ რუსეთიდან იღებდა ფულებს და უამრავი ეს რუსოფობიული ძალები საქართველოში ესენი სულ ყველა რუსეთიდან არიან დაფინანსებული მარტივი მიზეზის გამო იმიტომ რომ იმ არაოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი რუსოფობიული ფონი ყოველთვის აძლევს საშუალებას რუსეთს რომ თავისი ოკუპაცია გააგრძელოს იმ მოტივით რომ საქართველოში არის მტორრული ძალები საქართველოში რევანშისტული ძალები არსებობს აი ამათი სახით რომელსაც მუდმივად რუსოფობია გააჩნიათ პირზე და რათაც მეწყვდიან მithmeც ურიცხავს რუსეთი რო იცოდეთ და ყოველთვის აძლევს საშუალებას რომ ის შეიარაღებული ძალები მოიყვანოს სატყოფნაში და თბილისიდან 25 კილომეტრზე დგას და ერთი მარშნახტომი გააკეთოს და თბილისი აიღოს უბრალოდ აი ამ იმით, როდესაც ეს მისი პოლიტიკას დაჭირდება. და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მიზეზი ამათ აქვს, იმიტომ რომ ესეთი ფსევდოპატრიოტები და ესეთი გამოსცირებული ხალხი ოხრად აყავს საქართველოში, ასე რომ ეს რუსეთისთვის აი ესე იდეალურადაა მოწყობილი ყველაფერი და ამის ფონზე რუსეთი ამბობს, რომ კი ბატონო, მოდით და ვილაპარაკოთ, მაგრამ კარგადაა დარწმუნებული, რომ თვითონ ის თავისი აგენტურა, იგივე რასაც ქვია ეს ნაცების აგენტურა, ნაყოფიები, ეს ხოშტარიები, ეს სააკაშვილის ბიძიები და ესენი რომლებიც ყავდა, თვითონ არ მისცემს საშუალებას და ამიტომ თვითონ კაი პონჩი ჩანს ასევე როგორც საქართველოს მოსახლეობასთან, ასევე მის მოსახლეობასთან და ამბობს რომ მე ქართველებთან ლაპარაკი მინდათ, მაგრამ აი ქართველებს არ უნდა ჩემთან ლაპარაკი. იდეალური სიტუაცია აქვს რუსეთში ექნელი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ეხლა ეს როგორ აწყობს ეს ბრიტანეთს და დასავლეთს, ეს კიდე ცალკე თემა არის. ბრიტანეთს და დასავლეთს აწყობს უპრობლემოდ, იმიტომ რომ სანამდე იქნება საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული და სანამ არ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ბუნებრივად იქნება რუსეთი და საქართველო ერთმანეთთან დაპირისპირებული ქვეყნები და მუდმივად იქნება საქართველოში იმის თქმა, რომ აი რუსეთს ტერიტორიები აქვს წართმეული, რუსეთი არის მტერი, რუსეთთან ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს და ესე შემდეგ. ისე არის შეერთებული შტატების გეუბნებიან მე რომ რუსეთმა ეს წაგართვა, რუსეთმა ის წაგართვა, ჩვენ შენთვის არაფერი წაგვირთვია, ჩვენი ჯარი იქ არ დგას, ამიტომ იდეალური მდგომარეობა აქვთ მათაც საერთოდ სხვისი ხელებით საქართველოში იდეალური მდგომარეობა გააჩნიათ. იდეალურ მდგომარეობაში არიან თვითონ სეპარატისტები, რომლებიც ადგილზე არიან, აი ამდენი მოღალატე და ამდენი რუსოფობი სანამ იქნება საქართველოში, მანამდე მათ რეჟიმებს რუსეთი უპრობლემოდ შეინახავს, მათი მარიონეტული რეჟიმი აფხაზი ხალხის და ოსი ხალხის სახელით მუდმივად იქნება ცხინვალში, მუდმივად იქნება აფხაზეთში და არასდროს მათ საფრთხე არ დაემუქრებათ. ამიტომ ეს მდგომარეობა, რომელი მდგომარეობაც ამ წუთში არის, ძალიან აწყობს რუსეთს, ძალიან აწყობს დასავლეთს და ძალიან აწყობს საქართველოში არსებულ ბიონაგავს, როგორც სახელისუფლებო ბიონაგავს, ასევე არასახელისუფლებო ბიონაგავს, ან ეგრეთ წოდებულ ოპოზიციონერებს, რომლებსაც მეტია თავში არაფერი არ უტრიალებთ. რუსეთი და ამათი პატრიოტიზმი გამოიხატება რუსოფობიაში.
რუსეთის ლანძღვა გინებაში. ყველაზე დიდი გულის ამრევი კიდე და ყველაზე მეტი საზღარი ისაა, რომ ვინც განსაკუთრებით დიდი რუსოფობი არის, არც ერთი მათგანი არასდროს ომში არ ყოფილა, ჯარშიც არ უმსახურებიათ, არასდროს ისინი არ წავლენ არც მომავალ ომში, მაგრამ ზუსტად იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია არიონ, ამისთვის აიღებენ ფულს. და ეს არის მოდური, ეს არის პროგრესული, ეს არის სწორი გზა, ეს არის პატრიოტული, ანუ აქედან გამომდინარე. რაც შეეხება თურქეთის საკითხებს, თურქეთსაც გემრიელად აქვს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თურქეთი და რუსეთი პირდაპირ მოსაზღვრეები რომ არ არიან და ყავთ შუაში ბუფერული სახელმწიფო, სახელად სახელმწიფო, მაგრამ დასუსტებული, დანგრეული, მოშლილი, ერთმანეთს გადაკიდებული და ზავის ღმერთმაიცის კიდე რა მდგომარეობაში მყოფნი, ამიტომ თურქეთი თავის გავლენებს კავკასიაში ახორციელებს თავისი რბილი ძალის ინტერესიდან გამომდინარე და აი ამ ელოდება მომენტს, როდესაც ჩაუვარდება ისეთი ისტორიული მომენტი, როგორი მომენტიც ჩაუვარდა 1921 წელს, როდესაც წითელი არმია შემოვიდა საქართველოში და მან დაიწყო სამხრეთ საქართველოს ოკუპაცია და ბათუმის და დანარჩენის მქონდა, ელოდება ისეთ მომენტს, რომ თურქეთი თვითონ სახელმწიფოა და ამ ყველაფერს თავისთავად მას იზამს, რა ქვია. ასევე აზერბაიჯანისთვის იდეალური მდგომარეობა არის, რაში ჭირდება ახლა აზერბაიჯანს ძლიერი საქართველო, რაში ჭირდება საქართველო, რომელიც თავის ინტერესებს დააყენებს, ტრანზიტი იქნება, ტრანსპორტირება იქნება, რამე იქნება თუ რამე იქნება, მით უმეტეს, როდესაც თუ საქართველოზე გამავალი ტრანზიტები ჩრდილოეთის სამხრეთის მიმართულებაზე ადრე თუ გვიან, როდესაც ეს ირანის ომი დამთავრდება, საქართველოს მაგივრად გაივლის აზერბაიჯანზე და აზერბაიჯანელები ამიდან დიდ ფულს იშოვიან და თავიანთი სახელმწიფოს სტრატეგიულ ფუნქციას უფრო და უფრო გააძლიერებენ. ეს არის შემოკარგებო, ერთადერთი ვისაც არ აწყობს ეს ყველაფერი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ნორმალურად მოაზროვნე და პრაქტიკულად მოაზროვნე პატრიოტი ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს ხედავენ და ამ ყველაფრიდან გამომდინარე ამბობენ იმას, რომ ეს გღუპავს ეს ყველაფერი და ეს უნდა შეიცვალოს. თუ არა, ჩვენ საერთოდ გავუწყობდით აფხაზებთან, საერთოდ გავუწყობდით ოსებთან, საერთოდ გავუწყობდათ ცნობიერება საქართველოში სამშობლოს განცდის, ტერიტორიული მთლიანობის განცდის, სამომავლო პერსპექტივა საერთოდ აღარა გვაქვს დარჩენილი, ერი შობადობის მხრივ უქმდება, ნულდება, ემიგრაცია კატასტროფულ დონეზე არის, ივსება აქ არაბებით, უბედურებებით რაღაცით, ქართველის გარდა ყველას ედგომება საქართველოში და რა აფხაზეთი და რა სამაჩაბლო ხალხო დანარჩენი საქართველოს გადაშენების პირასავარ და მიგვიყვანა ეს ყველაფერი რუსეთთან კონფრონტაციამ და დაპირისპირებამ. ამაში არის საქმე და როდესაც გამოვდივართ და სიტყვაზე ვამბობთ ადამიანები, რომ მოდი ლაპარაკი მაინც დავიწყოთ იმის შესახებ, რომ მოდი და ეს მდგომარეობა იქნება და შეიცვალოს. იქნება რაღაცნაირად შეიცვალოს ეს ყველაფერი და საქართველო და რუსეთი ერთმანეთის მტრები და საომარ მდგომარეობაში თუ არ იქნებიან, მაშინ არ იქნება ამდენი უბედურება ქვეყანაში და არ გვექნება ამდენი საფრთხის განცდა და რაღაცა მოგვეცემა როგორც ეკონომიკური სტაბილიზაციის საშუალება, ასევე ეკონომიკური წინსვლის საშუალება, 1000 რაღაცა და იმ წუთში დაწყებული არა გვაქვს ამაზე ლაპარაკი და გამოხდებიან საქართველოში რუსეთის აგენტურა, გამოხდება საქართველოში ბრიტანეთის აგენტურა, გამოხდება ამერიკის აგენტურა, ისრაელის აგენტურა, რომელსაც ძალიან აწყობს ეს ყველაფერი, საქართველოში ასევე მუდმივი დაძაბულობა, იმიტომ რომ მთელი ეს დასავლური ბიონაგავი და არავის და გავიწყეთ, რომ სოროსები და ესენი ყველა ებრაელები არიან, რომლებიც მუშაობდნენ ამ სიტუაციის შექმნაზე და ეს არის ისეთივე დიდად სასიხარულო მიმართულება, როგორი სასიხარულო მიმართულებაც არის უკრაინელებიდან დაცლა, შემდეგ ამ უკრაინის ტერიტორიაზე ზეციური იერუსალიმების და მსგავსი რაღაცეების შექმნა, ასე აქვს საქართველოს ტერიტორიაც დაგეგმილი, ამიტომ ისრაელის აგენტურა აქტიურად არის ჩართული ამ ყველაფერში. ხო, მე გეტყვი, რომ საქართველოს მთავრობა არ აყავს ჩემო ძმაო და იმიტომ აკეთებენ ლაშა, ესა საქართველოს მთავრობა არ აყავს. ამიტომ ჩვენ როდესაც გამოვდივართ და ჩვენაირი ადამიანები ლაპარაკობენ ამას, უნდა შეიკრიბოს მთელი ეს ბიონაგავი დაწყებული ნიკოფსიიდან დამდავრებული და რუბანდამდე დავმოყრილი მთელი ეს ბიონაგავი, რაც არის
აგენტურის სახით საქართველოში დისლოცირებული და უნდა შემოვიდეს და უნდა მოგიშალოს ნერვები და უნდა გაგლანწყოს და უნდა გეძახოს მოღალატე და უნდა გეძახოს მტერი და თვითონ მისი დღედამოსრება, მისი ჯიჯილაგიანად არასდროს არაფერს არ გააკეთებს და გამოიხდება Facebook-ის ლომი. Facebook-ი კიდე საერთოდ უკონტროლო არის, მე მინდა გითხრათ, რომ ეს თავიდან ბოლომდე ებრაელების და ისრაელის ჯერ თვითონ Facebook-ი არის ებრაელის კაცო, მაგრამ თვითონ კონტროლი ამ ყველაფერზე სოროსელებს და ამათ გააჩნიათ და შექმნილი არის 10,000-ობით აკაუნტი, ყალბი აკაუნტი ქართველების სახელებით და გვარებით, მოლაპარაკე ცხოველები, ქართულად მოლაპარაკე ცხოველები, რომლებსაც წესიდარიგით უშიშროება უნდა იჭერდეს და უნდა აკონტროლებდეს ამ ყველაფერს. არ აინტერესებს, იმიტომ რომ ეს ჩვენი უშიშროებას მაგათი აგენტურით არის ავსებული, ჩვენი საპატრიარქოც მაგათი აგენტურით არის ავსებული, ამიტომ ყველაზე ცუდ და უბედურ მდგომარეობაში არის უბრალო რიგითი ქართველი და საქართველო. ამიტომ თუ ერთადერთი გამოსავალი, თუ ქართველი კაცი, თუ საქართველო დარჩენილი ნორმალურად ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი არ მოინდომებს ამ რეალობის შეცვლას. ეს რეალობა არასდროს შეიცვლება. სხვათა შორის ხაზგასმით მინდა ვთქვა, ესეც ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეგრეთ წოდებული ჯგუფები, რომელი ჯგუფებსაც რომ კითხო, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების მოგვარებასთან დაკავშირებით იღწვიან თავიანთი მთელი ცხოვრება, აბსოლუტური უმრავლესობა არის ძალიან კმაყოფილი და აბსოლუტური უმრავლესობა არის ძალიან ბედნიერი ამ მდგომარეობით, რაცაა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, იმიტომ რომ სხვა მხრივ მათ ფუნქცია არ გააჩნიათ და ეს კორუფციული მეთოდებით გაწერილი არის უზარმაზარი ფული, რომ მათ ვითომ ქართულ-რუსული ურთიერთობებისთვის ვიღაცამ გააკეთა და ამ ფონდებიდან პრიმაკოვის ფონდი იქნება, გორჩაკოვის ფონდი იქნება, ეს თანამემამულეების ფონდი იქნება, თუ ვინ იქნება, ამათმა ყველამ ფული იშოვონ ამ ძიმე პერიოდში, ვითომ რაღაცა ფუნქცია გააჩნიათ შეიძინონ და აბსოლუტურად არავის არ ადარდებს თუ ეს ყველაფერი მოგვარებული იქნება და თუ ეს ყველაფერი იქნება გადასული უკვე სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში და სამინისტროები მოგვარებენ იმას, რაც მოსაგვარებელია და თავიანთ ფუნქციას დაკარგავენ. აქედან გამომდინარე, მე მინდა გითხრათ, საქართველო არის განწირული, ქართველი ერი არის განწირული, ქართველ ერზე არის განაჩენი გამოტანილი. ხო, ახლა მუდუსავით მიწაში თვალების დათხრა და მიწაში ჩარგვა სირაქლემასავით თავის არაფერს სიკეთეს არ მოუტანს საქართველოს. ამას ჭირდება აზროვნება, ამას ჭირდება ფიქრი, ამას ჭირდება მოქმედება და ამას ჭირდება რეალურ ქმედებაში გადასვლა. დანარჩენი მართალია არის ძნელი, მაგრამ იოლი არასდროს არ ყოფილა მსგავსი რაღაცები. ამიტომ იძახეთ, რომ მე ვარ მოღალატე, რომ ესა ნიკოლოზ ჟავანაძე არის მოღალატე, რომ ეს ყველა არის მოღალატე და შეინარჩუნეთ არსებული სტატუს-კვო და იყავით ამით ბედნიერები. ხო, ისე მეგობარმა დამირეკა და მითხრა ესეთი რაღაცა, რომ შენ რო ამბობო, რომ აიო მაშინ სხვა რეცეპტიო ის გაგაჩნიათო თქვითო, თუ მოლაპარაკებები საწინააღმდეგოთო ხართო, ამათ უკნიდან განათლებულებს აქვთ ესეთი ისა რა ქვია რეცეპტი თურმე, კი გამიგია მეც ადრე, მაგრამ აქვთ ესეთი რეცეპტი ამ პრობლემების მოგვარების. საქართველოს უნდა გახდეს მაგარი სახელმწიფო, რომელიც შევა ნატოში და რომელიც შევა ევროკავშირში, ბლეფი საერთოდ. აცდენილი რეალობიდან არანაირი ნატო ჩვენ არ მიგვიღებს და არანაირი ევროკავშირი ჩვენ არ მიგვიღებს. ჯერ აქედან დავიწყოთ, მოდი აქედან დავიწყოთ პირიქით. მათ თავისი ინტერესები აქვს საქართველოში, მათ თავისი ფიქრები აქვს, მათ თავისი გეგმები აქვს, კარგად ჩანს, როგორი მეგობრები არიან ჩვენი, მაგრამ რომც მოხდეს და ვთქვათ და დაუშვათ, რომ ნატო გამორიცხულია სისულელი ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მოდი დაუშვათ, რომ საქართველოს ვთქვათ და გახდა ევროკავშირის წევრი. ვინ გეუბნებათ თქვენ იმას, რომ ან სადა გაქვთ, ან საიდან ამტკიცებთ ამ გარანტიას, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა ჯერ ერთი ძლიერი სახელმწიფო იქნება. ევროკავშირის წევრი არის რუმინეთი, ევროკავშირის წევრი არის ბულგარეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, სადაც ასევე
დემოგრაფიული კოლაფსი არის გამხდარი, საიდანაც საერთოდ იშლება სახელმწიფოები ჩამოშლის პირას არის რეალურად და მხოლოდ დოტაციაზე ზიან ბრიუსელის, ახალგაზრდობიდან ეს ქვეყნები დაცლილი არის, ეკონომიკა განადგურებული, არანაირი წარმოება, არაფერს თვითონ არ ქმნიან, არის გადაქცეული ერთ დიდ ფუჩუკუტუ არასამთავრობო ორგანიზაციად და მოდის იქედან ფული და დოტაციურად ცხოვრობენ. ელემენტარულს გეტყვით, თითქმის მილიონიანი ქალაქი რიგა 600,000 არის ჩამოსული. ეს ძალიან რო გიყვართ ეს ბალტიური ეს მაგალითების მოყვანა. არაფერს ვამბობ ესტონეთზე, სადაც იქ საერთოდ კატასტროფა არის, 1,5 მილიონი გონია 1,200,000 ჩამოსული და აქედან 450,000 რუსი ცხოვრობს. ნუ კაი არ არის ეს ჩემი პრობლემა, ეს მათი პრობლემა არის, კისერი უტეხიათ, მაგრამ არ არსებობს არაფერი, არც ერთი პრეცედენტი, რომ ქვეყანა, რომელიც გახდა ევროკავშირის წევრი და ჰქონდა კონფლიქტები, ნუ ვინ შეიძლება ამ სიტუაციაში აიღო, ამ სიტუაციაში შესაძლებელი არის და შესაძლებელი არის, რომ აიღო კვიპროსი, იმიტომ რომ კვიპროსი არის ევროკავშირის წევრი და კვიპროსს გააჩნია კონფლიქტი თვითონ ქვეყნის შიგნით, არის თურქულ და არის ბერძნულ ნაწილად გაყოფილი. ბერძნული ნაწილი არის ევროკავშირში და ევროკავშირი მთელი მისი არსებობის მანძილზე, რა ვიცი, რას ცდილობს და რას აკეთებს კვიპროსის ტერიტორიული პრობლემების მოსაგვარებლად თურქეთთან, ქვეყანა, რომელიც რუსეთზე მილიონჯერ სუსტია, არ შეედარება, არ შეიძლება ორი ამ ქვეყნის ერთმანეთთან შედარება, ერთი არის ბირთვული სახელმწიფო და მეორე არის ყოფილი იმპერია, მაგრამ მსხვილი სახელმწიფო დღესდღეობით, რომელიც თავიდან ბოლომდე არის დამოკიდებული იგივე ევროკავშირზე და იგივე ნატოზე, თავისი უსაფრთხოების ქოლგითაც და თავისი ეკონომიკური ქოლგითაც და ვერაფერი წინსვლა გარდა იმისა, რომ კვიპროსში გადაადგილება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, გადადით ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში, ამის გარდა არანაირი პრობლემა, ეს არა ქვია პროგრესი არა კვიპროს როგორც ტერიტორიული მთლიანობის მოგვარებაში. კი, რა თქმა უნდა, ესეც პროგრესი არის ზოგადად, რო ვთქვათ, მაგრამ ეს არ არის ევროკავშირის, ასე რო ვთქვათ, ლომის წვლილი ამ ყველაფერში შეტანილი. დროთა განმავლობაში ყველა ცხელი კონფლიქტი მინავლებას იწყებს და ეს მინავლების პროცესი თვითონ კვიპროსელი და თურქი წარმომადგენლების დამსახურებაა, რომლებმაც ბოლო-ბოლო მოსახლეობის თანაცხოვრებას მშვიდობიან თანაცხოვრება ამჯობინეს ერთმანეთთან დაპირისპირებას და მოხსნეს სნაიპერთა ჯგუფების სასაზღვრო მინაშვაში არის ბრიტანეთის ბაზა განთავსებული, რომელსაც თავისი ინტერესები გააჩნია და არაფერი სიკეთე კვიპროსის კონფლიქტზე წინსვლა არ ვიცი მე ეს ტრაკიდან განათლებულები საიდან იღებენ ამ ცოდნას და საიდან იღებენ ამ გარანტიებს, რომელი გარანტიებიც ვითომ და ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში საქართველოს აძლევს იმის საშუალებას, რომ საქართველო იყოს უზრუნველყოფილი ქვეყანა არ ვიცი, უბრალოდ დაფიქრებაც კი მიჭირს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ნუ მაგრამ აი სიტყვის მასალად ხო აქვთ და ხო ადგიათ. ამიტომ მე მინდა გითხრათ, საქართველოში ისე მოკლეს რეალურად პატრიოტიზმის განცდა, ისე მოკლეს სამშობლოს განცდა, ისე მოკლეს ყველაფერი ეროვნულის განცდა და თანამედროვე ქართველიდან გამოიყვანეს ინტერნაციონალი გლობალისტი, რომელსაც არც რწმენა გააჩნია, არც რა ვიცი ტრადიცია გააჩნია და რო კითხვა აქვს ღირებულებები და რა არის ამათი ღირებულებები? ღირებულებები ამათი არის ქალის გაბოზება, კაცის ტრაგის მიცემა, შუა ქუჩაში გამოსვლა ყვინილი, პლანის წევა, წამლის კეთება და იმაში ღამის კლუბში ესა ტაშფანდურობა. აი ეს ამ ღირებულებას იცავენ თურმე და ეს არის გლობალისტური ბიონაგავი საქართველოში და ამ გლობალისტურ ბიონაგავს თურმე უნდათ რომ ესა რა ქვია მომავალი შეუქმნან საქართველოს ხალხს, რომელსაც ელემენტარულად ბიჭო ქალთან თანაცხოვრების ეს არა აქვს საკუთარი მომავლის შექმნა არ შეუძლია. საკუთარი მომავლის შექმნა არ შეუძლია, გელაპარაკება იმაზე, რომ ქვეყნის მომავალი უნდა შექმნას. მისი წილი შვილის გაჩენა და გაზდა არ შეუძლია. და ოჯახი არ იცის რა არის თურმე და ქალი როა და კაცი რო არის და ღირსება რო ღირსება არის, არ ვიცი, ესენი ძალიან კი
მაგარი მომავალი არის შექმნილი, ძალიან მაგარი მომავალი და გამოდიან და ამათი პირველი ამ გლობალური ბიონაგავის პატრიოტიზმის ეს რა ქვია სახე არის რუსეთი ოკუპანტია და ეს რო აიღებ ეს უკრაინელ სირებს, რო აიღებ პოლონელ გამოსცირებულებს, რო აიღებ აქ ევროპელ ჯენზის თაობას, ყველას აქ ერთი და იგივე აბსოლუტურად პასუხი ყველაფერზე, არანაირი განსხვავება. გერმანელისთვის, იმისთვის, რა ქვია, პრიბალტიკელისთვის, უკრაინელისთვის, ჯორჯიელისთვის, მე ამათ ქართველს ვერ უწოდებ, ყველასთვის არის ზუსტად ერთი და იგივე პატრიოტიზმი და ამას იძახიან ეროვნულობას. ნუ თუკი თქვენ ერთი რაღაცის თქვა მინდა, თუ ამის მოგვარება არავის არ უნდა, ხო? ნუ არც მოგვარდება ეს ყველაფერი და მე არ ვიცი როგორ გითხრათ, აბა ახლა აფხაზებს და ოსებს რა უნდა შევპირდეთ, რომ როდესაც შევრიგდებით და როდესაც აღდგება შიგ ევროპაში რო შევალთ და ევროკავშირული საქართველო იქნება, ქართველები და ოსები და აფხაზები ერთმანეთს უშებს ჩაიხუტებიან, დამთავრდება ყველაფერი ეს მტრობა, უბედურება და ისა რა ქვია, სოხუმის ცენტრში, ან ცხინვალის ცენტრში შერიგების ნიშნად გაიმართება ერთი დიდი გეი პარადი, იქნება უკრაინის დროშები, იქნება ევროკავშირის დროშები, იქნება LGBT დროშები, იქნება სლავა უკრაინე, სლავა ირან და რა ვიცი, აი ასეთი პერსპექტივა, ეს არ მოხდება. არ მოხდება, არასდროს არ მოხდება, მე მინდა გითხრათ, ეს გამორიცხულია, რომ ოდესმე მოხდეს. იმიტომ რომ ასეთი მეთოდებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, ამას არასდროს არ მიიღებენ აფხაზები და ოსები. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ მათი მენტალიტეტის მოწამვლა ესე გადაგვარება და გათახსირება ყოველ შემთხვევაში არ მომხდარა, არ ქონიათ ამის საშუალება, კი სხვა უბედურება დევს იქ. ქართველი ზიზღიდევს, საქართველოს ზიზღიდევს და ესეთი ქართველები, ეგრეთ წოდებული ქართველები 20 კი არა, მე ზიზღება და ვერ ვიტან ამათ ქართველად ვერ აღვიქონდა ახლა ასეთისგან რო თავს იცავს ოსი და აფხაზი ნახდათ არ მიგვირს. ნახდათ არ მიგვირს ერთი წამითაც არ ამაკ მაგის არც უმტყუნებ ერთი წამით რომ ეს ბიონაგავი არ უნდათ თავიანთ სახლებში და თავიანთ ოჯახებში ნახო. რაც შეეხება დანარჩენს, ვისაც რა გინდათ ისი საუბრეთ, მე ჩვენ და საერთოდ ყველა ნორმალური ადამიანი ვინც ფიქრობს სანამ პირში სული უდგია ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთო გააკეთოს, შევეცდებით რომ ეს ყველაფერი რა ვიცი ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე გავაკეთოთ რა და დანარჩენი კიდე ყველა უნდა იცოდეს ვინაა და რა არის და ახლა თუ ამ ერს უნდა აი ამ გზაზე სიარული უკანა გზიდან ევროპაში შესვლის სიარული და ამ მეთოდებით და ამ ღირებულებებით ცხოვრება, ამას უკვე ვეღარ დაუშლის, ხო, მაგრამ მე არ მგონია პატრიარქის გასვენებამაც აჩვენა ის, რომ არ უნდა ქართველ ერს ესეთი ცხოვრება, უნდა ესეთი ცხოვრება, მაგრამ თქვენ კაი დედმამიშვილებო, თუ თქვენთვის ღირებული არის, რა ქვია, ესეთი ცხოვრება, მანდამაინც ახლა პატრიარქი უნდა მომგვდარიყო, რომ ხმა უნდა ამოგიღოთ? თუ არ იქნებით ფიზიკო აქტიური და თუ არ ამოიღებთ თქვენი მიწის გაყიდვაზე ხმას, თუ არ ამოიღებთ თქვენი სამშობლოს დაცვაზე ხმას და თუ არ გამოხვალ გარეთ და თუ არ იტყვით და თუ თქვენ გასაკეთებელს არ გააკეთებთ, ხო? შემოვა ის პიდარასტი და ის ჩატლახი და ის გაგიკეთებთ მერე იმას, რაც უნდა გააკეთოს და აკეთებს კიდეც. აკეთებს კიდეც. აი ესა მეტი არაფერი. ქვეყანას თავზე აზიან 0.1% ბიოლოგიური ნაგავი და ეს ბიოლოგიური ნაგავი წვითავს ქვეყანაში თურმე რა უნდა იყოს და რა არ უნდა იყოს და ვინ არის თურმე პატრიოტი და ვინ არის მტერი და აი ესეთი ადამიანები თავის დროზე 37 წელს აი ტროცკის პირდაპირ ჩამოყალიბებული ტროცკის ბიოლოგიური ნაგავი განადგურა სტალინმა 37 წელსში და კი, მოყვა იქ სხვებიც მოყვენ, რა თქმა უნდა, მაგრამ რასიზმ ახლა დიდი საქმეები, როგორც ოტო ფონ ბისმარკი ამბობდა, რკინითა და სისხლით წყდება და არა რეზოლუციების მიღებით და პარლამენტში გამოსვლით და ლაყბობით და რა თქმა უნდა ეს ასე არის და ასე ყოფილა კაცობრიობის მანძილზე და ასე იქნება, მაგრამ აი ესეთი ბიონაგავიდან დაისვენა საქართველოს და ქვეყანამ და ახლა მე რო უკვირდები ის კაცი ყოფილა 100%-იანი მართალი
სამდი მართალი ყოფილა და კიდე ცოტა არის გაწყვეტილი რა. მეტი უნდა გაწყვეტილიყო. მე ნახდათ ვიტყვი, იმიტომ რომ მტერი მე გასაწყვეტად არ მენანება. მეტი უნდა გაწყვეტილიყო, იმიტომ რომ ეს ბოზიშვილები იქნებოდნენ ნაკლები. ხო. თქვენ გინდა ასე მიიღეთ ეს, გინდა ისე მიიღეთ, გინდა ამოჭერით, გინდა დადევით, გინდა გადმოდევით, სულ ფეხებზე მკიდია. თქვენი დამოკიდებულება სულ არ მაინტერესებს. თქვენი აზრი ერთადერთი რისი თქვა შეგიძლიათ თურმე რატო ვარ მე ევროპაში და რატო არა ვარ რუსეთში? მილიონჯერ გამიცია ამ კითხვაზე პასუხი, რუსეთში ვერ ვიქნები, იმიტომ რომ თქვენგან განსხვავებით შარვალს რო იხდიდით და ტრაქს რო აძლევდით ოკუპანტებს 2008 წლის ისტორია მაკავშირებს რუსეთთან და არანაირად არც სურვილი არ მაქვს და არც მორალი მაქვს და არც ისა მაქვს რომ ჩემი ბიოგრაფიის ადამიანი იქ იყოს, ეს ერთი, მერე და მეორე ევროპაში თუ ვიმყოფები ჩემ მეგობრებთან და ვიმყოფები ჩემ ძმაკაცებთან და მათ სახში ვარ და მათთან ერთად ვცხოვრობ და თქვენ ოჯახში თუ ოდესმე შემოვედი ღმერთმა დამიფაროს, ღმერთმა ეზოში თუ შემოვედი, მაშინ მითხარით. სადა ვარ და რასა ვარ და რას ვაკეთებ და დანარჩენი კიდე ის ჭორების გავრცელება ძალიან მაგარი ახატია, მაგრამ მაინც ერთხელ ვიტყვი ამას, რომ თურმე ევროპელების პაიკაზე ვცხოვრობ და დახმარებით ვცხოვრობ და შემწეობით ვცხოვრობ, მეტი მტყვნის დედა შესცა მთელმა Facebook-მა რამდენი მე პირადად ჩემ თავზე მაქვს ლაპარაკი თქვენგან განსხვავებით, ნამდვილად არ ვიღებდი არანაირ დახმარებას და ნამდვილად არ ვაკეთებდი იმას, რასაც თქვენ აკეთებთ, იმისთვის რომ საბუთი აგიღოთ, რომ ის ყოფილიყავით, რა ქვია, პიდარასტებად და ლესბიანკებად რო ხართ, კაცები და ქალები დაწერილი და მაგითა გაქვთ აღებული ესა და ვის რა გაქვთ ნალაპარაკები, კიდე აქ ზეპირად ვიცი ნახევარზე მეტის. ხო, არ ვიცი, შემოწმაო, მე ახმეტელი და ჯავახიშვილს რა ქონდა გაკეთებული, ახლა სიმართლე გითხრა და როგორც ასეთი შემოქმედება კარგი ქონდათ ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ კულტურაში არ ქონდათ ისა, მაგრამ ჩვენ თუ ახლა ავიღებთ იმას, რომ თუ ეს ხალხი იყო ტროცკისტები და თუ ეს ხალხი იყვნენ ლევ ტროცკის მიმდევრები, რომლებითაც მაშინაც გავსებული იყო ქვეყანა, დღესაც არის გავსებული, შემოწმაო, ნამდვილად არ მინანება თუ დასახრეთი იყო და აიხრიტენ ახლა. დღეს რო ვიღაცამ ალბათ ბერძენიშვილი დახვრიტოს, მე იტყვიან რომ თურმე ბერძენიშვილის ნაირი კაციო არავინ არ იყო. ამნაირი განათლებული და ამნაირი ჭკვიანი და ამნაირი ნიჭიერიო და რა გითხრა ბა? დაგეთ, მე არ ვიცნობ მაგათ საქმეს, რეალობაში გამოიტანონ ლუსტრაციის კანონი მიიღონ. რატო არ ღებულობენ ლუსტრაციის კანონს? მიიღონ ლუსტრაციის კანონი. 35 წელიწადია ხო არიან სათავეში. თუ გახდეს საჯარო, რაზე მოხდა ამ ხალხის დახვრეტა? გახდეს საჯარო. ნახოთ ყველა ვინვის აბოზებდა, ვინვის მე არ მეშინია მაგის, იმიტომ რომ მე ჩამშვები და ჩამბოზებელი არც მამამყოლია, არც ბაბუამყოლია, არც დიდი ბაბუამყოლია და არავინ არ მყოლია და გახსნა ნაგერ არქივები და მოითხოვს ყველა შთამომავლობა და დაიდება იქ რისთვისაა დახვრეტილი. რისთვისაა? ხო ახლა რა ვქნა ახლა დასახვრეტი იყო რა, კარგი მწერალი რა, კარგი პიროვნებას ნიშნავს? არ ნიშნავს კარგი მწერალი, კარგი პიროვნებას. შალვა მაღრაძე ნახოთ ალბათ ორ დღეში სავარაუდოდ მეყოლება და ნახოთ. არ მექნება ჯიგარო, დღეს არ მექნება არანაირი ჩართვები, სხვა გეგმები მაქვს და დღეს არ იქნება მაგ საკითხებთან დაკავშირებით, ნახოთ ხვალისთვის იქნება ალბათ იქაც ბევრი რაღაცა ისეთი საინტერესო მოვლენები ამ დღის მანძილზე კი მოგროვდა, მაგრამ ჯობია ერთიანად შენ რა იცი, რეჟიმს ემხრობოდნენ თუ არ ემხრობოდნენ, რეჟიმს ბევრი არ ემხრობოდა, მაგრამ არ დაუხრეტიათ ჩემოძმაო და მე გეუბნები რომ გამოიიღონ ლუსტრაციის კანონი, გახსნან საქმეები, გახსნან არქივები, გამოიტანონ ვინ ჩაუშვა, რა ჩაუშვა, რაზე იყო ყველაფერი. ახლა ახმეტელზე რო ლაპარაკობ, მაგალითად პირდაპირ გეტყვი რომ ახმეტელი მივიდა პირდაპირ ორჯონი იმას, რა ქვია, ორჯონი წყალსაუღია ბერიას მყარი ცოცხალია და დაამხო თავზე არავინ და არაფერი არ დაუტოვა. მაშინ კარგად წაიკითხეთ ერთი რა ხდებოდა. რა ვიცი, ზმაო, ახლა ეგ როგორ ხდება, იცი? ომში თუ ვინმე იყო და მოკვდება, რომ ყველა გმირია. ეგეთი იარლიკი აქვს. მე რას გეტყვი, შენ შემოგევლე, იცი, ჩემი დიდი ბაბუა ერმან ნემსაძე პირდაპირ გეტყვი. ერმან ნემსაძე იყო 1918-21 წლების დამოუკიდებელი საქართველოს ჯარისკაცი, მიღებული აქვს მონაწილეობა ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში, განთავისუფლებული აქვს აჭარა და იყო შემოურიგებელი პიროვნება.
იყო შემოურიგებელი პიროვნები, ჩემი ოჯახის ისტორიას გიყვები პირდაპირ და ბოლოს რო დამთავრდა ყველაფერი, იყო სვანეთში და ცხოვრობდა, რომელსაც ვერანაირად ვერ იხელთებდნენ ხელს, ვერ იგდებდნენ ხელში. და რამდენჯერმე ჯგუფი გაუშვეს დასაკავებლად აქეთ-იქეთ, მაგრამ დაუძრა ყოველთვის და იყო შემოურიგებელი. მერე მოხდა ესეთი სიტუაცია, რომ ჩემი დიდი ბაბუის მამა ჩამოვიდა ქუთაისში რაღაცები გაყიდა აქეთ სოფლის ხალხი რას აკეთებდა და რომ მიდიოდა გზაში სანამ წავიდოდა სვანეთში არის ესეთი ჯაჭვის ხიდი ქუთაისში საიდანაც გზა მიდიოდა სვანეთში და იქ დუქანში რო იჯდა ხო მოხდა ესეთი რაღაცა რომ ესე და ესეო რა ხდებაო კაცო და ლენინი მოკდაო ხო და ატყდა თურმე ლანძღვა გინება ძაღლი მიაკვდა ასექნა ისექნა და ეს ახლა ბრძენი კაცი იყო 120 წელი ცოცხლა საერთო ჯამში და ნაცხოვრები ადამიანი იყო და მედუქნეს კითხა და ვინ იყო ესო რა ქვია ლენინიო მე გლეხი კაცი ვარო და არ მესმისვა ძალიან კარგად იცოდა იმიტომ რომ შვილი რეჟიმის წინააღმდეგ იყო და ჯარისკაცი იყო და მის გარდა სვანეთის აჯანყებაში წღებულობდა მონაწილეობას ლენინიო კაი კაცი იყო იმას მედუქნეს უთქვია ასე გლეხებზე და ხალხზეო ზრუნავდაო და ასეო და ისო ეგენიო ახლა რასაგინებენო მე რა ვიციო აი მართლა ამნაირი კაი კაცი თუ იყო ნეტაო მაგის მაგირათო მე მომკვდარიყავიო და შენ რატო უნდა მომკვდარიყავიო და რა ვიციო მე ახლა ოჯახს დავაკლდებოდიო და მაგიო მთელ ქვეყანას ყველას დაკვლებიაო აქეთ-იქითო და აუკიდებია გუდანავად და წამოსულა სოფელში და რო ამოსულა 2-3 დღის მერე სოფელში დაიბარეს ისევე საბჭოში, სადაც სულიბარებდნენ იმის გამო, რომ შენი შვილი ასია, ჩაგუბარდეს, ხელი მოაწერო, შემოივლიგონ, არ შემოივლიგონ და დაიბარეს ახლა და უთხრეს ესეთი რაღაცა. ჩემი ოჯახის ისტორიას გიყვები. ორი კაი ამბავი მაქვს. და რა ამბავი გაქვს, რა უნდა გამახაროსო მეო, რომელიც ყოველდღეო იმას ველოდებიო, რომ ჩემი შვილი ხან ტყეშია გაქცეული, ხან სადაა და ორი კაი ამბავი მაქვს. ერთი ამბავიო ის რომ საერთოდო გათავისუფლებული ხარ, მაშინ კოლექტივები არისო, ბეგარიდან ახარ განთავისუფლებულიო 5 წლითო და მეორეო ამაზე უკეთესი ამბავია, რომ შენ შვილს აბსოლუტურად ყველანაირი ბრალდება მოიხსნებაო და ყველაფერსო ვაპატიებთ და ყველაფერიო იქნებაო გასწორებული და განულებულიო თუო შერიგებას და დაზავებას სახელმწიფოსთან მოაწერსო ხელსო. და გაგიჟებულა ეს კაცი და ასე უთქვია, რომ რატომ იკეთებთო ამ ხელას იკეთესო, აი რატომ იკეთებთო ამ ხელას იკეთესო, რა მოხდაო ასეთიო და არაფერიო რა უნდა მომხდარიყო, ისეთი რაღაცაო, შენო ისეთ მომენტშიო, ისეთი რაღაცა თქვიო, ყველა რო ჩვენ ბელაძო ლანძღავდა და აგინებდაო, შენ ასე გითქვიაო, მაგის მაგირათო ნეტაო მე მომხდარიყავიო და ჩვენო ყველგან ვარ და ყველაფერს ხედავ და ყველაფერი გვესმისო. ხო და უთხარიო შენ ბიჭსაცო, რომ თუ არ უნდაო ამ ტყე ყოფნაო და თუ არ უნდაო სულ ასე აბრაგობა და აჩაღობა და უბედურების და ამის და იმის, რა ქვია, სახელმწიფოსთან დაჯახების ისო, ამოვლიან პოლიციელებიო, თქვენ სოფელში ამოვლიანო, შერიგების აქტს ამოიწერენო, რომ ვინმეს არ ეგონოს, მოაწეროს ხელიო, არსად არ ვიბარებდო, არსად არ ვიმაშვებდო, მოაწეროს ხელიო შერიგებასო და ჩვენი მხრიდან არ დაირღვეო და მაგის მხრიდან არ მოხდეს დარღვევა. ფოტოც ამაგ ძმაო მაგის შერიგების დადებული, რომ იყო ორი პოლიციელი ამოსული, ამოუტანეს სახელმწიფოს და პიროვნებას შორის დაზავების ესა რა ქვია პირობები მოაწერეს ხელი და არც სახელმწიფოს და არც პიროვნებას მის მერე არ დაურღვევია ეს ყველაფერი. ეს იყო პირადად ჩემი ოჯახის, ჩემი დიდი ბაბუის ისტორია, რაც მოგიყევით ახლა. ხა მე რა ვიცი ახმეტელმა რა გააკეთა და მე რა ვიცი იმა რა გააკეთა. მე ვიცი ჩემ ოჯახში რა მოხდა. ხო და იქ ისეთი რაღაცეები ხდებოდა და ისეთ ვიღაცას ღალატობდა მე რა ვიცი. აბა რა გითხრა. და მაგ რეპრესიები კიდე ცალკე გასარკვევია და ცალკე ისაა და ცალკე ესაა და ცალკე მოსაძებნი არის. ახლა ეს ჩემი მოგონილი არა, ახლა ახალი თაობა, მაგრამ უფროსმა თაობამ ყველა მიცით რაც მოყვი რომ ეს ასე იყო. მე არ ვიცი ახლა ეს თბილისის ელიტა და ბნელიტა რომელიც ოდიდგანვე ვიღაცის ტრაქში იყო შემძრალი ხან ნოე ჟორდანიასი და იმ ლიბერალების ხან ამათი წითლების და ამათი იმის რომ როცა მოდიოდნენ წითელი არმია რო შემოდიოდა წითელი დროშებით დახვდნენ მაშინ და მაგ ინტელიგენციიდან სხვათა შორის ერთადერთი
ბარნოვი და ჯავახიშვილი გამოვიდნენ წინააღმდეგი. აი, ვერმახტის ქართველები განთავისუფლებდნენ შენ შემოგევლეს საქართველოს. აი რა შენ გენაცვალე. აი რა შენ შემოგევლე რა. ჰიტლერი მსოფლიოს იპყრობდა და ვერმახტი განთავისუფლებდა საქართველოს. ხო. სალომე ზურაბიშვილის წინაპრებთან ერთად რა. ადამიანურად გეტყვი, ჩვენ შეიძლება ბევრ რაღაცაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს არის რეალური ისტორია. მე არ მჯერა მაგისი და არც იმის მჯერა, რომ ვინმე საქართველოს განთავისუფლებას აპირებდა. ჰიტლერი, რომელიც მსოფლიოს იპყრობდა, საქართველოს განთავისუფლებდა? გჯერათ იმ პროპაგანდის დღემდე? შეიძლება არ იყო გადასარევი და კაი ბოლშევიკობა, მაგრამ უარესი რო იყო მენშევიკობა და უარესი რო იყო მოღალატე ჟორდანია და უარესი რო იყო ჰიტლერის მომხრეობა, ამას რა თუნდა ლაბარაკი. აი ამის თქმა მინდოდა რა ვიცი ჩემო ძმაო ჩემი წინაპრები ასე იქცეოდნენ და მაგათი წინაპრები კიდე როა იყო რომელი ერთი გინდა ავიღო ძმაო აი რომელი ერთი გინდა ავიღო ყველას წინაპარი ან ცეკას ბოზი და კახპა და ჩათლახი იყო ან ვიღაცა ცეყავი კი იყო ან ვიღაცა ის იყო აიღეთ ყველას რაღაცა იმიდან კომუნისტების კომპარტიის ტრაკიდანაა გამომძვრალი იმ წითელი ინტელიგენციიდან გინდა ხოშტარია აიღე გინდა ნანი ბრიგვაძეს სასტავი აიღე გინდა ეს ხუინდრავები და ესენი ყველა არიან ეს ბოზიშვილები აქედან წამოსული აი შემოგევლე ხო არიული რასები ვართ ქართველები და პატივს გვცემდა მაგის გამო ჰიტლერი მაგის გამო გვცემდა ძალიან დიდ პატივს სტალინის გამო განსაკუთრებით დიდ პატივს გვცემდა ნან თავზე გადაგვიშვებდა ხელს და განსაკუთრებით იმას რომ გადახედავდა რომ მეორე მსოფლიო ომის წითელ არმიაში პროცენტულად ქართველი გენერლები ყველაზე მეტი იყვნენ და ქართველი გენერლების წვლილი იმ ომში პროცენტული რაოდენობით ყველაზე დიდი იყო აი ძალიან დიდ პატივს გვცემდა მაგ დროს რა კარგი ჩემოკარგებო წავედი მე ამის თქმა მინდოდა ხო და მე იმას ვიტყვი რომ აი ეს თქვენ ეს ბიონაგავი კიდე ერთხელ ვამბობ ამას ხაზგასმით ვამბობ ეს თუ არ იქნება ამოძირკვული საქართველოში არ ვიცი ირინა არ მახსენდე არ იქნება ამოძირკვული საქართველოში მე გეტყვით რომ ეს ბიონაგავი დაასრულებს საქართველოს ასე იქნება ესენი არიან აბსოლუტურად ყველა ქვეყნის მტრის ჯარისკაცები საქართველოს წინააღმდეგ. შემოგევლე მტკიცებულება ის არის, რასაც აკეთებდა და როგორც აკეთებდა და რაც იყო მისთვის მიუღებელი ქვეყნის ჯარისკაცებს და მიუღებელი ქვეყნის რასას როგორ ექცეოდა, აი ის იყო ახლა შენ თუ ვერმახტის ქართული ბატალიონი მსჯელობ იმას, რომ ის ვერმახტის ქართული ბატალიონი სანამ საბჭოთა კავშირს ემსახურებოდა, მანამდე ჭირდებოდა და მასეთი ვერმახტის ბატალიონები იყო არა მარტო ქართული, იყო ჩრდილოკავკასიური ბატალიონებიც და ყველაზე მეტი ესა რა ქვია, იყო რუსული ბატალიონი როა. ლასოველები რომლებმაც უღალატეს საბჭოთა კავშირს და გადავიდნენ იმათ მხარეზე. და უყვარდა ახლა ლასოველები მოღალატე ვის უყვარს. არაფერი არ გვეშველება ჩემო ძმაო, სანამ ასე ვიქნებით და ასე ვიაზროვნებთ და სანამ ასეთი წყობით ამ სისტემით ვილი არაფერი არ გვეშველება. დარჩენილი არის 20-30 წელიწადი და საერთოდ დასრულდება საქართველოს თუ რამე არ შეიძლება, თუ რამე გარდატეხა არ მოხდა. აი აგეუბნები პირდაპირ, ხომ ეკითხები, აი ესაა ჩემი ის. ორჯერ დამთავრდა. აი ეს ახლა ტრაკიდან განათლებულები იმას რა ქვია, ხალხ საკუთარი წვლილი შვილის გაჩენა რო არ შეუძლიათ და ქალთან ცხოვრება რო არ შეუძლიათ, საქართველოს მომავალს შექმნიან? რა თუნდაც ამგეს ბიჭო, რა თუნდაც ამგეს საქართველოს, რა თუნდაც ამგეს ან ის ქალი ან რამე ან რწმენა რა, მაგრამ მიეცი ერთ ძაღლი მიეცი ხელში და მეორეს კატა. ძაღლი და კატა, ესაა მაგათი ისა ყველაფერი. კარგად ბრძანდებით, დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.